მოგესალმებით მეგობრებო, სიონიდან. მე ზაქროს ბიჭი მეგობრების ვაკაცები ამოვედით. ხვალ ვითევზავთ რა. ვარ საინდაურესთან ვარ მეგობრებო, ხვალ აგიხსნით რა მონტაჟებით იქნებით, რა ჯოხებით იქნებით, რა ტექსტებით იქნებით, ყველაფერს ხვალ აგიხსნით. ეხლა ჩამოვედით, კაი ამინდია. იდეალური ამინდია თბილა. და დავაპირებთ მოვინდომეთ რომ გვეთევზავა რა. და მაგიტომაც წერ ამ ვიდეოს. აგე? თაზოს დაუწყა. ეგ არის თაზო მიდი. აი აქტიური რაც ეხლა ჩააგდო ჩვენმა მეგობარმა თაზომ ორჯერ თევზი ამოიყვანა. აი ეხლა რაღაცა კარგი უყავს. მიდი. აბა რა გვაქვს? კარჩხანა ყავს. მოკლედ მეგობრებო, შამაიაზე არ თევზაობ მე პირადად, შენც არა, ხრამულზია დღეს ხრამული კარჩხანა გვექნება გათვლა. ყველაფერს შევეცდებით, ყველაფერს მოვიდომებ, თუ სიტყვაზე, მაინც სიტყვაზე არ გაამართლა ჩვენმა ჯადოქრულმა მიდგომებმა და მეთოდებმა, მე რა თქმა უნდა შამაიაზე გადავართ. მაგრამ მიზა მიმართულად ვევზაოთ ჩვენ ფლეთზე ახლა რა. ფლეთზე რა თქმა უნდა სპეციალურად მოზრდილი წებოვნება გვექნება მასა. მოკლედ, დღეს ახლა ღამე იქნება ჩატყები. ნახავთ მეგობრებო, არ იქნება და ხვალ უკვე დილიდან დავიწყებთ უკვე მიზა მიმართულად უკვე სკელი შემოწმება, ფლეტი და დასაკვების როგორ ვაკეთებ და რა და ასე შემდეგ. ჩემი კონკრეტული ჩემი შექმნილი დასაკვები მექნება ხვალ. და ნახოთ რა, გაჩვენებთ ჩვენ მეგობრებსაც, ჩვენ მეგობრებსაც და ასე შემდეგ. ეხლა საერთაშორისო დავიშლებით. ერთ ორ ჭიქას ვიტყვით, ბუნებისას და თავისო, ჩოპიტრე, ულა მოვიგო. ეჭელი. ცოტა მოვემზადოთ პატარა და წას მე წაუძინებთ და ხვალ უკვე ჯანზედებოთ და პრობლემა მივაწვევთ. აბა ეხლა გადაახვიოთ, მანამდე გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ მოგწონთ გამოწერა და ლაიქები. ლაიქები და აი დაამახსოვრეთ რა ზაინღილა კი რომ ბევრი ეხლა 516 ვიდეო მიდევს. კიდე მეუბნებიან რომ აგვიანებო და კვირაში ორჯერ ვძებ მეგობრებო და ეს ღილაკი გააქტიუროთ, უფრო და უფრო მოგივათ ხოლმე რა. ავადროებით, წავით. გით მეგობრებო, გიაძი ამყავს. გაშალა თავის კარავი. აბა რა გიაძია? ეს სწრაფმავალია, კარავი არა, სწრაფმავალი, რომ უცბად დაუბინავდე, მოვაყუდროვე. ხარმა რო არ ნიამ არ შემაწუხოს ასაკში ძვლები ხო იცი? ვერ მუშაობს კარგად და ყოველ შემთხვევისთვის თავი დავიზღვი. ხო. ეხლა იმდეს ვერ ვახერხებთ, მაგრამ დილიდან დავიწყებთ დასუფთავება. კი ბატონო, დილით უკვე ყველაფერს გაჩვენეთ მეგობრებო. უკვე მოვიძიე. ეკრანი არა. კი ბატონო. არა, მოეშვით. ვაფუჩებ ნენელა, რასაც ნახავ. მოკლედ მეგობრებო, ახლდან გაჩვენეთ მე გიაძიასაც, ჩემი გუნდსაც გაგაცნობთ ახლდან და ეხლა უბრალოდ ჩამოვედით, წავითევზავით, მე ცოტა დავვლევთ და კაიდუსაც გავატარებთ. აი იქიდან ჩამოსულები არიან ჩვენი მეგობრები და ხვალიდელი დღეს ელოდებიან. აბა ნახოთ რა იქნება. საინდაურესში ვართ, ისევ და ისევ გამეორდები. აბა წავედით. თუ ჭერები იყო გაჩვენებთ. დილამშვიდობის მეგობრებო, გაცენდა უკვე 8 საათია და უკვე ავაწყეთ ჩვენ. აღებათ რომ ავაწყე. მეგობრებმაც უკვე ააწყეს თევზაობენ. მოკლედ, კიდე გამეორდებით რა. საინდაურესში ვართ, შემოგარგება. დღეს გამოვიყენებ ჩემ შექმნილ დასაკვებს უნივერსალ რუხფერს მეგობრებო. ფლეთზე ვევზაობ და რა თქმა უნდა ეს არის შექმნილი იმიტომ რომ აქ წებოვნება, აქ დოზირება ისეა შექმნილი რომ პასიურ თევზთან თავი როგორც წესი ისეთ მუშაობს, აქტიურ თევზთან როგორც წესი ისე მუშაობს რა. ანუ არა აქვს ესეთი არომატი რა. პასიურ თევზთან ესეთი არომატი აქვს რომ არ დააფრთხობს და დააყენებს და არ გაუშვებს ასე ვთქვათ რა. მოკლედ ეს მე ფლეთზე ვითევზავებ. ხრამულზე კარჩხანაზე შეგნებოდეთ რა. და ამ შეგასაგებს გამოვიყენებ. აია. კოპტონით არის გაშავებული მეგობრებო, ვისაც გონიათ ხოლმე რომ კოპტონი აქვს ამას თუ გატერეული, კოპტონი საერთოდ არ არის გარეული მეგობრებო რა. ასეთი ხდება. აი ესეთი. შეიძლება აი ესეთი წებოვნება აქვს.
შეიძლება ჩვენ არ ვერ გძნობდეთ არომას, მაგრამ თევზი გძნობს მეგობრებო რა. ისეთი გაზიდებული ყნოსო აქვს. მოგეთ ეხლა აღარ მოვასწრეს აქროს. გადავიდეთ და უკვე ადგილზე გეტყვით რა ჯოხი მაქვს, როგორ თევზაობ, რაზე თევზაობ და ასე შემდეგ. ესეთ კონტეინერში გადავიდა, შემოკარგებო რამ ხედა მასა მართლა მჭირდება ეხლა პლატფორმაზე და აი ეს ხედ მოვიდა. ესეთ მდგომარეობაში გამითავდება მე რა ისე. მას დავაფარებ რომ არ გამიხმეს. ეგრეა. მოგეთ 30 მეტრში, 20 მეტრში ვითევზავ შემოკარგებო რა. აბა ნახოთ რა იქნება. ბიზაჩმა დაიჭირა კარჩხანა. ვა, რა კარჩხანა, გიაძია. ოჰოჰო, თქვენ გავერთობით. აი ასეთი კარჩხანა დაიჭირა გიაძია. სამი დავჯდები და ეხა წავედი. მაგარი დრო გველოდება მართლა რა. სანამ მე ვეწყობი მეგობრებო, ამასობაში გიაძია კრიფავს და კრიფავს კარჩხანებს. ამჯერად შამაია. შამაია? ძა მაგარი. კარგი შამაია. მოგეთ დავიწყოთ შემოკარგებო, ეხლა გაგაცნობ ჯოხს. ჯოხი არის მეთოდ ფიდერის, ანუ ფლეტის ჯოხია კონკრეტულად. თავის დიზაინი, თავის მოყვანილობით, თავის წყობით, რა თქმა უნდა, მოხისტო ვარიანტია. 3.30-იანია სიგრძეში, შემოკარგებო და 70 გრამია. ტესტი აქვს 70 გრამი. ჯოხი არის მიკადო, შემოკარგებო და ასევე კოჭაც მიკადოა და ასევე წნულიც მიკადოა, 10 ნომერი. მოკლედ აი ესეთი ფლეტი მანჯო მექნება, ფლეტი არის მეგობრებო ესეთი და მანჯოს ვეძახით ესეთი მუცელი აქვს შიგნით. ფლეტ მანჯოსებრი ფლეტი მექნება შემოკარგებო. 40 გრამიანია. დღეს მოგახსენეთ რომ დღეს ვითევზავებ კონკრეტულად ფლეტზე. შამაიაზე წინაზე ვიყავი და ძალიან კარგად ვიჭირე და მინდა რომ სიახლე შემოვიტანო რა თქმა უნდა. კიდე შამაიაზე აღარ ჩავწერდი ახლა ფლეტზე და ჩემი მიზანი იქნება ხრამული და კარჩხანა. და ვნახოთ რა იქნება რა. აი ჩორებრივი ილანი მონტაჟი, სპორტული, უსაფრთხო, რომ გაგვიწყდება ეს დაგვიკარგება, მაგრამ თევზი დაგვიზიანდება შემოკარგებო რა. უბრალოდ ესეთი რაღაც. ეს არის ჩვენი დასაკვები. ჩემი შექმნილი დასაკვები შემოკარგებო. ეს მდგომარეობაში გაჩვენოთ. ესეთია. ეხლა მე დავიწყებ ნაკელის ჭით. ესეთი მდგომარეობა. აი ამ კუც დიდს არ უკეთებ რა თქმა უნდა. აი ამ კუც ამ ჩხილით ან ის მაგრატით ვაჭრით. ეს მდგომარეობაში. ესეთი ნემსკავი მაქვს ფრაგმანის 10 ნომერი მაქვს და სქელი მართულით, ნუ კაი კარჩხანები, კაი ხრამულები ჯდება აქ და ამინდა რომ გამექცეს. აი ესეთ მდგომარეობაში შემოკარგებო. ნემსკავს და ენას ვუტოვებთ აუცილებლად. მე სულ ესე ვიჭერ ჩემ ყველა ვიდეოში. ეფექტური სვლა არის. მაგრამ ცოტა მოძრავია და რო არ გამოძრეს მეგობრებო, ყოველთვის სტოპერად და მუხრუჭად გამოიყენეთ ხოლმე თეთრი მატლი ან წითელი მატლი არ აქვს მნიშვნელობა. აი ესეთ მდგომარეობაში თეთრი მატლი სტოპერად. რო არ გამოძრეს. ამ დროს აშვებით ჩვენ აი ყუნწით ჩვენ თუგნებოთ დააწებეთ, პირველ რიგში შეგიძლიათ დააწებოთ, ნახოთ თევზი რო დაიწყებს ამ საკვების ჭამას, ავტომატურად უნდა თუ არ უნდა, პირში მაინც უვარდება ჩვენი სატყუარა და ყოველთვის ეცადეთ ხომ რომ ჩაარჭოთ. არის სიტუაცია გაშვებულს იღებს, არის სიტუაცია ჩაჭუვის იღებს, ეგ უკვე პროცესში უნდა აკონტროლოთ თქვენ თვითონ. აჰა. მოკლედ ნახოთ, რა შეცვლი, რა პროცედურებს მოითხოვს, როგორ მოითხოვს ამას ყველაფერს ვიდეოში ნახოთ. აბა დავალებოთ ჩატყმებს. დაარტყა ფლეტზე მეგობრებო, აბა ვნახოთ რა დაარტყა. აჰა, კარჩხანა რა ვიჭერია, გიაზია.
რა კარჩხანა მეგობრებო. წითელ ჭიას მეგობრებო. შემოვიდა. მოგეწოდა სერიფერი. ესეთი კარჩხანა. დავიწყეთ. დაზომად დაიჭირა იქით. შენთანაც. ჩეთანაც უტყავს. ხრამულია, ეგ არის. გახსნა. იბატო. დაზომ კიდე მორიგითებს დაიჭირა. გიაზიამა შამაი დაიჭირა. შამაი არის ძალიან გააქტიურებული მეგობრებო. უბრალოდ მართლა არ მინდა დღეს შამაიაზე თევზაობა რა. გადავწყვიტე რომ ფლეთით მეთევზავა კარჩხანაზე ხრამულზე და მიდგომაც ეგეთი მაქვს ზუსტად. ნახოთ, ჯერ ახლა გათენდა სანერვიულო არაფერი არ არის. ესე უცებ დაიგრუზოთ ხოლმე და არ მოიწყინოთ მეგობრებო, იმიტომ რომ იქ პროცედურა ჭირდება, რა თქმა უნდა, იქ დაიკვება, იქ უნდა აზზე უნდა მოვიდეს, ჯერ ახლა გათენდა. აი ნახოთ ყველაფერს ველოდებით და დეტალურად აგიხსნით ყველაფერს რა ხდება, როგორ ხდება. და რა პერიოდში დაიწყებს აქტიურობა. 1 წელი ამოვიდა უკვე დაკვებიდანვე. აი კარჩხანა. ნახოთ აბა რა იქნება. გიაზია ვარდნაზე თევზაობს. კაი ზომაა. მაგარი ზომაა. დაგალევინებს რა, ლუც დაგალევინებს. არა მაინც არის სასიამოვნო. კაია. მეგონი, თუ არ გაიცე კარგია. კარგად იჯდა ბიჭო. ლაქრო გამიქცა. კარგი იყო ბიჭო. პროცე დავიჭერეთ, კაი ზომაა მეგობრებო. კაი ზომის არის, ნახოთ რა არის. ნახე ორი ბზის. აბა რა არის? ხრამული დავგიჭერია. მეგობრებო, ხრამული დავიჭერეთ. ფლეთზე. ესე იგი ხრამული შემოვიდა. დავატრიალოთ მალე. მეგობრებო, ჩაგდებოდა ამოგება ერთი იყო. ეგრე იცით ხრამულობა, ხო გითხარი წერა გიაზია. რო შემოვა, всё. თუ კაი ზომაა. ახლა მაგარი ზომაა ეს. ეგრე იცით რა. რო დადგება გიაზია. შევხედოთ ჯერ. კაი ზომაა, მოდი. ეგრე იცით ხრამულობა, რო დადგება, всё. გასვლა აღარ იცით რა. ნახე რამხელა. მოიცა. ეგრე იცით ამა. სულ შემოვიდა, всё. ლამაზი კი არის. პრეზიდენტ დავიჭერე შამრაიებს კერიდან ჩამოკარგება. დავიჭერეთ მეგობრებო კიდე მორიგი. გიაზია. ნახე რა ხრამულია. თან ლამაზიც არის რა. გავაგზელეთ ფლეთზე ვიჭრეთ მეგობრებო, ჩემი დასაკვებით. კიდე მორიგია. იმედი არ გაუშვა ახლა. პატარა. არა.
თერაზი მორიგი დავიჭირეთ მეგობრებო. ამჟამად ჰიბრიდულ წითელზე დავიჭირეთ. გაათი ბზვის ესეც. კაი კარჩხანა გიაძია, ახლა კაია. თუ არა მოვიდაო. საქმეს დაიჭირა. დაჯდა. სამსავა ჩაატრიალეთ. აკაია ნახე. ისე ფლეტი, ისე ჩემი დასაკვები შემოკარგებო. კი. რაღაცა მართლა. ოდნა ჩატყვევი აქვს რა. ხრამურჩიკი და კომას დაიჭირა. ვარდნაზე დავიჭირე ხრამული გიაძია. ვარდნაზე დავიჭირე გამექცა. დაიღე. ეს მორი კარჩხანა. გადააგდო ჯოხი. აგე ხამბურგი დაიჭირა. რა დიდი ხანი გველოდინა, მაგრამ მაინც მოვიდა. ხო მაინც იმედი მაქვს რომ დღეს ახლა აქტიურია მაინც რა ასე თუ ისე და ხო და ჩემი აზრით ახლა ხონდე მოდის. თევს ანუ ჭამს, მაგრამ ძალიან პასიურობს რა. აი ახლა საღამოთი დიდი ალბათობა რომ შემოვიდეს რა. შეიძლება უკვე შემოდის გიაძია. მიდის, შემოდის, გადის. ძალიან პასიურია რა, მეგობრებო. ნელა დაიწყებს. აი ახლა სადღაც საათ ნახევარი. ყავასაც ვიდუღებთ, ახლა ყავას დავლებთ მეგობრებო. გიაძია. მოჯანიანდები. რა ხეთქით აბა? ხო არის პასიურია? პასიურია, შედეგიანია, მაინც იყო დილით ესე თუ ისე. ეხლა ველოდებით საღამოს, დიდი იმედებით, ამინდის გამოგვივიდა. დილით ისედაც ცუდი ამინდი გქონდა ძალიან და შესაბამისად იჭირებოდა როგორც ამინდი. ხო. ეხლა დაიწყო ხრამულმაც, კარჩხანამაც, შამაიამაც მოსულა და ვის როგორ. შამაი არ გვიდა, თორე ბევრს დავიჭერით რა. ვის როგორ? ხო რა. მე მაგალითად ხანდახან შამაიაზე გავიპარები ხოლმე შატალოზე. აი ასე. ეხლა ყავას დავლევ, მოჯანიანდებით. გაგვეხსენება ხოდი. და დავიწყებთ. რა თქმა უნდა. აი ჯერჯერობით ესეთი ყავთ, ესეთი შედეგი აქვს მეგობრებო. საქმროს გუნდს. მეგობრებო, ესეთი ხრამული დავიჭრე კიდევ ერთი ფლეტი. მაგდო აზრობაძია. ვირთვი. ყავს დავლევ წამოვა. აბა, დაქოქე მატორი და გამოუშვი და გამორეკე. ოჰო, რა ხრამული დავიჭირე გიაძია. ფლეტზე შეგენაცვალე. აი ესე გავიერთყობი ნემსკავი.
ან ყუდი მოაჭრით ხომ ნესკავი ერთ წვერი ჩანდით ხომ აუცილებლად მეგობრებო, იმიტომ რომ როცა ჩანს წვერი, ვე ამ წვერს წოვს და სწორ ჩატყოს გაძლევთ რა. მიმიხვდებით ხო მე მგონი რაზეც მაქვს საუბარი და ამ დროს არ აფრთხობს არა. არანაირად არ აფრთხობს. ენა წვერი გამოუჩინეთ მეგობრებო. ხა ვერ გამექცევი ვერა. გავსევალო ჯიგარს. ეს თქაი ჩამოიაფს კერიდან მეგობრებო. აკელის ჭიაზე, ფლედზე. ხრამული. გიაზია. გიაზი. ო ავე? ხა კარჩხანა მოვიდა. ეხა ხრამული მედგა რა. ხრამული მედგა მაგრად. კიდევ ერთი დავიჭირე. აგე? კარჩხანა. რა. ჩანთასანაც. აგე ბიჭო. ო გიაძია როგორი დღე იყო? გადასარევი, შვენიერი, მე კმაყოფილი ვარ. სხვა რა გითხრა? ჭერაც იყო. ხო, პასიური ჭერა იყო. პასიური, მაგრამ ხო იყო. იყო. აბა რა გვინდა? ზუგშათებით ჩვენ არ გვინდა და. არა, უბრალოდ მეგობრებს უთხრათ, რომ ეხლა რომ ვიჭირეთ, ანუ სიტუაცია აუხსნათ როგორი იყო რა. იყო პასიური თევზი რა. ძალიან პასიური იყო. მაგრამ მაინც ხო. თუ დაისახავ მიზნად, ხო. შეეცდები და ერთ საათში არ წახვალ. შედეგი მართალია მაჯოვი, იმიტომ რომ შენი საკვებული გაქვს და შემდეგში შენი საკვებული წავვალ. ხო და რაც შევძელი არა ვარ უკმაყოფილი. კარგად იჭირეთ, კაი ზომებით იჭირეთ. კი. რავი, თუ გინდა ვანახოთ მეგობრებს, თქვენი თევზი. ვანახოთ, მეც მაინტერესებს. კარგად ლოგიჭერე გიძი. აკეთებს თავისა. შამაიები, კარჩხანები. კი ბატონო. შერეულად ევზაობდა გიაძია და კი და მე ევზაობდი კონკრეტულად ხრამულზე და კარჩხანაზე ჩემო კარგებო. მოკლედ ახლა გადავარ ბიჭებსაც ჩავწერ და მე ჩემთასაც გაჩვენებ ჩემო კარგებო და ნახოთ. აბა გავესაუბროთ ბიჭებს, როგორი დღე იყო აბა ზაქრო? იდეალური, ძალიან კარგი იყო. გამომადგამე გიორგის დასაკვები და ჩემი დაჭერილი თევზი არ იგით. კარჩხანა. ძალიან კაი დღე არის, კაი დრო გავატარეთ. ასე თუ ისე ცოტა თევზიც იჭირება. ხო, დღეს რაღაც პასიური იყო. ბევრი რაღაცეები ვისწავლეთ კიდე ახლები გიორგის დამსახურებით. და
ცოტა ხრამულებსაც ვიჭერთ. ცოტა შამაიებს და ასე შემდეგ. ხო, პასიური იყო. პასიური არის, მაგრამ თუ შეეცდები, ხო, თუ შეეცდები რაღაცას მაინც მოგუძებნი რაღაცას რა. კი. აი, უწყავს ეგრევე. აი, ჩავწეროთ აბა ბიჭებიც. თაზო ჩავწეროთ. აბა როგორი დღე იყო თაზო? შვენიერი. კარგი დღე გამოგვივიდა მაინც. მართალია. ხო, კარგი იყო. მაგრამ ეხლაც არის უკვე რაღაც მომენტები. ხო, პასიურობის თემაში მაინც კარგად ვისიამოვნეთ რა. თავარია გამოვიდით ბუნებაში, კი. ერთად ვიყავით, გავერთეთ, დავისვენეთ. ბევრი ვიფიქრეთ. ხო, ბევრი ვიფიქრეთ. თუმცა რაღაც შედეგს მაინც მივიღეთ. კი. მოდი ახლა აბა თეზი უგვაჩვენე ძმაო. ვამთავრებ ამ ვიდეოთი და ხო არ მოყავს? აი ამდენი დაიჭირეს. თქვენ ცეთკოსა მივხვდებით მეგობრებო რომ წამოვიდგენთ 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე ვიყავით და აი ეს რაოდენობა დავიჭირეთ რა. იმის თქმა მინდა რომ პასიური იყო მეგობრებო, მაგრამ არ დავნებდით და ჩვენი საქმე მაინც გავაკეთეთ რა. იმიტომ რომ აქ იყო კიდევ გამეორდები და ყოველ თევზაობაში ხდება ესეთი რაღაცა 1 საათში, 2 საათში ხარხი მიდიოდა. ეგრე ვერა, ეგ არ არის თევზაობა რა. ჩემი აზრით ეგ არ არის თევზაობა რა. თუ არ შეეცადე, თუ არ რაღაცას არ დაუკვირდი, რაღაც არ შეცთავაზე, რაღაც არ შეცვალე, ეგრე არაფერი არ გამოვა რა. ჩემი ზუგენები. აბა ზაქროსი ვნახოთ ახლა. ის იყო თაზოსი, ახლა ზაქროსი. ჩემი ზუგენები. თევზი აბა. აჰა. ეს კაი ნადავლია. ხო რა მივხვდებით მეგობრებო რომ დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათზე ესეთი ნადავლი არის ძალიან პასიური. რა ვქნათ, გუშინ წინ იჭირებოდა, დღეს არ იჭირება. ახლა ჩემსაც გაჩვენებთ, აბა წავობრძანდით. ხო აი ხა ამის ჩვენება მინდოდა თქვენთვის, იმიტომ რომ როიძახია ხოლმე წერენ ხოლმე Facebook-ზე რომ გუში ვიჭირდა წადიშეს, მაგრამ დაიჭერე, ეგრე არ ხდება მეგობრებო რა. პროცესში ვნახოთ ყველაფერი, ადგილზე ვნახოთ. გუშინწინდელი ჭერა, დღევანდელი ჭერაზე და ხვალიანი ჭერაზე ძალიან ძველი პროგნოზია რა. ამას ვამტკიცებ უკვე 520 ვიდეოთი. თუ თქვენ თვითონ არ ნახავთ, არ გამოვა ეგრე რა. ძალიან ბევრი რავი, ტვინი ვამოძრავეთ, ვიფიქრეთ და ძალიან პასიური იყო რა. ძალიან პასიური იყო. და ეს სიამოვნებაა, ეს არ ჩემთვის თევზაობა, რომ ვფიქრობ პასიურთან თევზთან, ასე ჩვენ აქტიურ თევზთან მე თევზაობა არ მიყვარს. მოდით ახლა ესე ვთქვათ, მე აქტიურ თევზთან არ მიყვარს თევზაობა. აი ეს მაგას გამისწორდა ესეთი სიტუაცია. რავი, არ იჭირებოდა, მე პასიური იყო, იქ მე ფსიქოლოგიური ხარხი მიდიოდა, რაღაც თევზი არ მოდის, რაღაცა, მაგრამ ჩვენ არ დავნებდით, მქონდა მიზანი დღეს, რომ დაგვეჭირა დღეს კონკრეტულად ხრამური და კარჩხანა ფლეტით და მონტაჟი არ შეგვიცვლია რა. ოღონდ ეხა მინდა რაღაც გითხრათ, სიმინძე იჭირებოდა ქაშაპი რა. ქაშაპი იჭირებოდა ძალიან მაგრად. ხა მე გაჩვენებ ჩემ მონტაჟს. ეს ფიდერის თოხი მეგდო უბრალოდ რომ შევმოწმებინა რა სიღრმეზე, რა შრეში იყო თევზი. ამის გამო ვიყენებდი ფიდეს თოხი, ფიდეთან თევზაობდი, რომ თუ დაარტყავდა უკვე ხვდებოდი სად იდგა და იმის მიხედვით ვაკეთებდი უკვე სულას. ახლა ჩვენი ნადავლი. რა მიზანი ხონდა ის მიზანი შევასრულეთ რა. ხეთი დავიწყეთ. ო გადავაგდო შეიჯუხით ბიჭო. არის? ფლეტი დავიწყეთ მეგობრებო და ფლეტი დავამთავრეთ რა. ზუსტად ყავს რამდენი თევზი გეტყვით. 33 თევზი მყავს ზუსტად. ხრამული, კარჩხანა, შამალი. აი ეს თევზები მყავს მეგობრებო. ხრამული მყავს, კარჩხანა და შამალია, რომელიც ფლეტი რო ვარდებოდა ვარდნაზე იტაცებდა რა. მოკლედ, აგე, კაი შამალი დაიჭირა ზაქროს ჯოხზე. ხოდა მეკითხება, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, ბოლომდე უყურეთ ჩემ ვიდეოებს, მოიწონეთ ვიდეო, არხი გამოიწერეთ და ღილაკი გააქტიურეთ, რომ ბევრი მწერს, რომ
აღარდებოდა ყოველ ორ კვირაში ერთხელ კვირაში ორჯერ ვიდეოები შემოკარგებოდა თქო მექნება ვარ გამოგეპაროთ ვიდეოები ხილაკი რა ხო დავამატებ ახლა კიდევ რომ ჩემი კონკრეტული შექმნილი დასაკვირვით ვზოვდი დღეს კონკრეტულად მეგობრებო უნივერსალი სერიფერით რა რავი გაყოფილი ვარ აგერ ბიჭები საქარია დამოწუნებიან რომ წეთში ამოწეს ერთ დაგვანახეთ აქ წეთში იდგა თევზი პასიურ სიონში მეგობრებო რავი ვიცი ყავით სიონში დამეწუნებით რა პასიურ სიონში ჩემო დასაკვირვებმა აი ეს რაოდენობა ეხლა 2 კილო კილო ნახევარი იქნება მაგრამ ხო იჭირა ხომ ასიამონა მე ვენდობი ჩემ დასაკვირვებს მე ყოველთვის ჩემ დასაკვირვებით ვსაუბრობ რა ყოველთვის შეჯიბრზე ტურნირებზე ისე გასვლებზე თან ცნობადია უკვე ჩემ დასაკვირვები და მადლობა ვინც საგებობს და ვინც ყიდულობს და ვინც ვენდობა რა აბი დაგეშვიდობით მეგობრებო აბა დროებით გავზანდებთ